ახალქალაქი არქეოლოგების მტკიცებით არტანუჯის ციხეში ქართველი მეფის აშოტ კურაპალატის სამარხი აღმოაჩინეს. უახლეს აღმოჩენაზე თურქმა მეცნიერებმა 2 დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია სამარხს არტანუჯის ციხეში წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში აფსიდის ქვეშ მიაგნეს. თუმცა ნეშტი არ დახვედრიათ და ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს რაზე დაფუძნებით გამოთქვამენ ვარაუდს რომ ამ სამარხში ქართულ ბაგრატოვან მეფეთა პირველი წარმომადგენელი იყო დაკრძალული. როცა სამარხში არც ნეშტი არც ძვლებია თანამედროვე მტკიცებულებები კი ძალიან ხშირად სწორედ დნმ-ის ანალიზს ეყრდნობა, რისი საშუალებაც ამ შემთხვევაში არ იძლევა. ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც უკვე წლებია ექსპედიციებს მართავს ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, ის პრაქტიკულად თავის თანამოაზრეებთან, სხვა ისტორიკოსებთან ერთად აღმწერელია ბოლო პერიოდის ტაო-კლარჯეთის ძეგლებისა, მუდმივად გვაწვის ინფორმაციას და ახლაც თბილისშია, სულ რამდენიმე კვირის წინ კი იყო თურქეთში ბუბა კუდავა, ისტორიკოსი ტაო-კლარჯეთის რეგიონის მკვლევარი, მინდა მოვიწვიო გადაცემაში. გამარჯობა ბუბა, ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით. მადლობა. ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს ეს საკითხი, იმიტომ რომ ამაზე ახლა საუბრობს ფართო სამეცნიერო საზოგადოება, იწერება არაერთ გამოცემაში. მე ვიცი რომ თქვენ არტანუჯის ციხეში არაერთხელ ყოფილხართ ჩვენი გადაცემის ფოკუსშიც, არა მარტო ამის გამო. მაგრამ ისიც ვიცი რომ პირადად იცნობთ იმ თურქ არქეოლოგს, რომელიც მუშაობდა ამ გათხრებზე, რომელიც აცხადებს რომ მიაგნეს აშოტ პირველი დიდის კურაპალატის სამარხს. თანამედროვე მეცნიერებას შეუძლია მტკიცებით ფორმაში თქვას ეს, როდესაც არ არის რეალურად ვთქვათ რაღაცა ის მასალა და კვალი იმისა, რომ დადგინდეს სიზუსტით. მადლობა მოწვევისთვის, მართლაც საინტერესო საკითხია, საინტერესო სიახლეა. ჩემს თურქ კოლეგაზე ვიტყვი ჯერ 2 სიტყვას, ეს გახლავთ ბატონი ოსმან აითექინი, ვანის თურქეთის ვანის უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგი, ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ რეგიონში, რომელსაც ჩვენ კრებითად და პირობითად ტაო-კლარჯეთს უწოდებთ, არქეოლოგიურ, კვალიფიციურ არქეოლოგიურ გათხრებს ატარებს. ეს უკვე მეორე მესამე ობიექტი, ასე ვთქვათ, რასაც მან ხელი მოკიდა ამ რეგიონში, მანამდე შავშეთის ციხეს თხრიდა და ბოლო წლებია მისი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი გახლავთ ციხე-ქალაქი, ისტორიული ციხე-ქალაქი არტანუჯი. სხვათაშორის წარმოშობით ქართველი გახლავთ, იმერხეველი ქართველი, იმერხევი არის პატარა რეგიონი შავშეთში, არც ისე პატარა, სადაც 20-მდე ქართული სოფელია და ერთ-ერთი სოფლიდან გახლავთ და დიალექტური ქართულით მეტყველებად შეუძლია. და ძალიან და თანამშრომლობთ, გვაქვს კარგი ურთიერთობა, თანამშრომლობა, როდესაც ვატარებდით ტაო-კლარჯეთის შესახებ კონფერენციებს, ვიწვევდით ხოლმე და აქტიურად იღებდა მონაწილეობას და ეხლაც ბოლოს მას შევხვდი ზაფხულში, როდესაც სეზონი იყო ზუსტად არქეოლოგიური გათხრების და აგრძელებდნენ. 2-3 წლის წინ არის დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოები არტანუჯში. აგრძელებდნენ და გავისაუბრეთ მათ შორის აი საჭიროებო საკითხზე, მისი ერთ-ერთი ასე ვთქვათ გამოწვევა, ერთ-ერთი მიზანი იყო რომ ისტორიული წყაროებით ცნობილი საფლავი საფლავისთვის მიეგნო. თუ შეიძლება ეს წყაროები რო შეახსენოთ ჩვენს მაყურებელს. დიახ. ქართლის ცხოვრებაში არის ასეთი ცნობა, სამწუხაროდ ყოველთვის არ არის ხოლმე ასეთი დეტალური ცნობა, მაგრამ აშოტის შემთხვევაში გაგვიმართლა, წერია დეტალურად, რომ აშოტი, როდესაც დამკვიდრდა სამხრეთ საქართველოში, ქართლიდან ის გაიქცა, იძულებული იყო გაქცეოდა არაბებს, დამარცხდა მათ ამ ბრძოლაში და მე-9 საუკუნის დასაწყისში და თავი შეაფარა სამხრეთ საქართველოს კლარჯეთს და აირჩია ცენტრად არტანუჯი, რომელიც მანამდე ვახტანგ გორგასლის მიერ იყო აგებული, წყაროებით ასე ვიცით, მაგრამ როგორც ჩანს უფრო ძველი უნდა იყოს არტანუჯი. დამკვიდრდა არტანუჯში, ის აქცია პოლიტიკურ ცენტრად, ახალი სამთავროსი, რომელმაც შემდეგ უზარმაზარი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში და ააშენა ციხეში, ააშენა პეტრა-პავლეს ეკლესიაო და როდესაც აღწერილია მისი მკვლელობის დეტალები, მე ხაზგასმულია, რომ დაიკრძალა
პეტრე-პავლეს ეკლესიაში, მისგანვე აშენებულში. რამდენად ვიცი არტანუჯის ციხეში ერთი ეკლესიაა. ხო, საქმე რაშია, შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ ციხეში ხوار უნდა მოვიაზროთ მთელი ციხე ქალაქი, იმიტომ რომ ხშირად ეს ცნებები ერთმანეთს ემთხვეოდა ხოლმე ციხე ქალაქი, გამიჯნა ქალაქი შედგებოდა დედაციხისაგან, მთავარი ციხისაგან და გარშემო გალავანი ჰქონდა მას. მაგრამ აი ესეც ციხე მოიხსენიება ხოლმე ქალაქად, ციხე და აი ხომ არ იგულისხმება ზოგადად მთელი ქალაქიო დაებადება ადამიანს ეს კითხვა, მაგრამ იქ ისე არის ხაზგასმული, რომ ააშენაო ციხეო და მის ქვემოთ ქალაქიო და შემდეგ როდესაც წერია რომ დაიკრძალა ციხეში, ანუ ციხეს და ქალაქს გამიჯნულად მემატიანე წარმოგვიდგეს და შესაბამისად უნდა ვიფიქროთ, რომ მართლაც საკუთრივ ციხეზე, ანუ ზემოთ მდებარე ეკლესიაზეა საუბარი. ქალაქში მართალია დიახ, კი ბატონო, არსებობდა ალბათ რამდენიმე ეკლესია. დღეს არის შემორჩენილი ერთი დიდი ეკლესიის, მოზრდილი ეკლესიის ნანგრევები, რომელიც ასევე გათხარა სხვათა შორის ბატონმა ოსმანმა 2-3 წლის წინ. ბუბა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და თუ ვცდები დამიზუსტეთ, ვინაიდან კონკრეტულად არც ნეშტი, არც ძვალი არ არის აღმოჩენილი ამ სამარხში, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სადღაც სხვაგან იქვე ტაძართან შეიძლება იყოს რაღაცა უფრო მეტი მასალის მომცველი. ვთქვით, რატო იცით? რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ხა მე ვაკვირდები ხოლმე თქვენს ექსპედიციებს და რაღაც ერთგვარ მიმოხილვებს ყოველთვის ვკითხულობ, ვიცი რომ პეტრესა და პავლეს ტაძართან არის კიდე რაღაცა სათავსო ნაპოვნი, ხო? ცალკე რაღაცა ეჭვი ხო მაშინ იმაზეც იყო რომ იქნებ ეს იყოს სწორედ სამარხი აშოტ მეფის. დიახ, ესე იგი არტანუჯის ციხეზე მართლაც არის შემორჩენილი ეკლესიის ნანგრევები, რომელიც არქიტექტურული მონაცემებით, სამშენებლო ტექნიკის მიხედვით სწორედ ემთხვევა ამ პერიოდს, მე-9 საუკუნის დასაწყისის უნდა იყოს მართლაც. ეს არის მცირე ბაზილიკა თავისი მინაშენებით და ერთ-ერთი მინაშენი მას აქვს ჩრდილოეთიდან, რომელიც ჩანდა არქეოლოგიურ გათხრებამდეც და მიჩნეული იყო მკვლევარები მიანიშნებდნენ, რომ ანუ ეს უნდა იყოს აშოტის საძვალე, იმიტომ რომ თავის ფორმიდან და ხშირად საძვალეები, ხშირად კი არა საძვალეები, როგორც წესი ეკლესიასთან იყო, ხო? მისი ნაწილი იყო და რაღაც მინაშენებში ეწყობოდა ხოლმე და მართლაც მიდგმული იყო ეს საძვალე და ყველა ეს სათავსი ასე ვთქვათ და ყველა მიიჩნევდა რომ ეს უნდა ყოფილიყო აშოტის საძვალე, სამარხი. მაგრამ ბატონი ოსმანის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ ეს არის არც მეტი არც ნაკლები რეზერვუარი. წყლის რეზერვუარი ერთი ისედაც იყო ცნობილი არტანუჯის ეკლესიასთან და ვერავის ვერ წარმოედგინა რომ ეს მეორე რეზერვუარია. არადა რომ გათხარა ბატონმა ოსმანმა გამოჩნდა რომ თავისი მასშტაბით, ზომით, ჩატანებული თიხის მილით, ამოლესვით, ეს აშკარად რეზერვუარია. გამოირიცხა რომ ეს აშოტის საფლავი. გააგრძელეს არქეოლოგებმა გათხრა და აღმოჩნდა ერთი სამარხი ეკადრებში. აი ეს არის სხვათა შორის ეს სწორედ ის რეზერვუარი, რომელიც აღმოჩნდა რა და სამარხი რო ეგონა უკიდურეს მარცხენა მხარეს, მარცხენაზე და კუთხეში. და აღმოჩნდა საკურთხეველი ცენტრალური საკურთხეველია. საკურთხევლის სამხრეთით აღმოჩნდა მცირე ზომის სამარხი, რომელიც თავისი ზომით და რაღაცა მოკრძალებული ფორმით თითქოს არ უნდა იყოს აშოტისა. ეს ვიცოდი ზაფხულის მდგომარეობით. და ეს სულ ახლახან გახდა ცნობილი, გრძელდებოდა არქეოლოგიური გათხრები და სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ ჩრდილოეთით აღმოჩნდა ერთი სამარხი, რომელიც თავისი ზომით, მდებარეობით, მასშტაბით, ქრონოლოგიით შეესაბამება იმ პერიოდს და შესაბამისად გამოთქვამს არქეოლოგი ვარაუდს, რომ აი ეს ვარაუდს კი არა გადაჭრით ამბობს პრინციპში, რომ ეს უნდა იყოს სწორედ ის აშოტის
საძვალე. მაგრამ თქვენი თქმის არ იყოს აქ არ აღმოჩნდა თუმცა მაინც არ აღმოჩნდა ძვლები. ხოთაშორის ხო, არც ძვლები, არც რამე არტეფაქტები, დამათარიღებელი, არც წარწერაც არა სამწუხაროდ ამ პერიოდის წარწერები ძალიან დიდი იშვიათობაა ზოგადად და მას თუ ჩავთვლით რომ ეს მართლაც აშოტის საფლავია ეს არგუმენტები მნიშვნელოვანია კი მდებარეობა, მასშტაბი, საგანგებოდ ამოშენებული, ამოყვანილი, ანუ რა გულმოდგინებით არის ნაგები, ამასაც ხო აქვს მნიშვნელობა და ფოტოებიდან რაც ჩანს, თითქოს ეს მართლაც ეკლესიასთან ერთად უნდა იყოს აგებული და წინასწარვე განზრახული, როგორც აშოტის, ვთქვათ, საფლავი უნდა ყოფილიყო. მაშინ დგება კითხვა, რატომ არ არის ძვლები იქ? ხო, იცით რა, კითხვა ჩნდება იდეაში და ამიტომ შესაძლებელია უნდა ყოფილიყო მაშინ. შეიძლება რომ გადასვენებული ყოფილიყო. მე მაქვს ორი ვარაუდი, თუ დავუშვებთ რომ ეს არის ჯერ უნდა ვთქვათ, აი რა ვთქვათ, აქ თუ არ არის, რაც შეიძლება იყოს. მე არა მაქვს სამწუხაროდ ინფორმაცია, რამდენად სრულად იქნა დათვალიერებული სხვა ეკლესიის სხვა სივრცეები. როგორც აღმოჩნდა გათხრების აი რა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრების ზედაპირული დაკვირვებით, არც თუ ისე დიდი ეკლესიის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ რო გაითხარა, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მინაშენი აქვს, თითქმის ყველა მხრიდან, სამხრეთი, ჩრდილოეთი, დასავლეთიდან. და რამდენად და როგორც წესი მეფე მთავრები იკრძალებოდნენ ხოლმე აი ამ მინაშენებში, ეკუდერებს ეძახდნენ ძველა და რამდენად სრულად არის დათვალიერებული ყველა ეკუდერი. ცენტრალურ სივრცეში ძველად ნაკლებად იყო ტრადიცია, რომ საკურთხევლის წინ ცენტრალურ სივრცეში დაეკრძალათ საერო მმართველი. დიახ, აი გვერდები, აი სულ ეს სათავსებია, ხო? რამდენად სრულად არის ეს შესწავლილი და ჩანს, ვიზუალურად ჩანს, რომ გათხრილი არ არის ყველა სათავსი. ხო? რომ გამოირიცხოს, მაშინ ყველა უნდა ან დასკანერდეს, დღეს არის ამის საშუალება, დასკანერებული არის თუ არა, შესწავლილი არის თუ არა, დეტალურად ჯერჯერობით არ ვიცი სამწუხაროდ. და უნდა გამოირიცხოს, თუ ამ მასშტაბისა სხვა არ აღმოჩნდა ამ პეტრე-პავლეს ეკლესიაში, მაშინ დიდი ალბათობით დიახ ეს ის სამარხია, სადაც აშოტ კურაპალატი იყო ოდესღაც. მაგრამ რა სად არის ძვლები, ხო? ხო, თუ აშოტის არ არის ვისი შეიძლება იყოს ეს კითხვაც გაჩნდება, ხო? ვისი და მისი მემკვიდრეების ერთი შტო აგრძელებს დამკვიდრებული არტანუჯი, ისინი ზეწოდებასაც იღებენ არტანუჯელებად იწოდებიან, არტანუჯი ნიშნავს არტანუჯის და იმ რეგიონის კლარჯეთის რეგიონის ფლობას. რომელიმე გამორჩეული არტანუჯელი, ამბიციური არტანუჯელი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ აი პეტრე-პავლეს ეკლესიაში აშოტის საფლავთან შორი ახლოს მისი საძვალეც იყოს. ხო. შეიძლება მის საფლავი. ან რაღაც ალბათობები ამისიც არის. ან შეიძლება ზოგადად საგვარეულო საფლავია, რომ იქ დაიკრძალა აშოტი და შემდეგ მისი მემკვიდრეებიც იმ საძვალეშივე იკრძალებოდა. ასეთ ტრადიციაც იყო, ერთი დიდი საძვალე გამოყენებული იყო ბევრი, ასე ვთქვათ, საგვარეულოს სხვა წარმომადგენლებისთვისაც. ხო, რა იქნა ძვლები? რაზე დაფუძნებით შეიძლება თანამედროვე არქეოლოგმა, თურქეთელმა ქართველმა დღეს განაცხადოს, რომ იპოვა ქართველი მეფის ბაგრატონთა პირველი წარმომადგენლის აშოტ პირველი დიდი კურაპალატის საფლავი. იცით ამას გეკითხებით, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა უფრო ისე წინ წავიდა ხო ტექნოლოგიები, ვთქვათ, ისეთი სიზუსტით შეიძლება რაღაცების გამოკვლევა და როდესაც არ არსებობს კონკრეტული მასალა, რამდენად შეიძლება ამაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი. აი ეს უბრალოდ მაინტერესებს. თუმცა მაინც საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რა იქნა ძვლების ძვლებთან დაკავშირებით. მოგახსენებთ და გიპასუხებთ ნენა, რომ ესე იგი მტკიცებით ფორმაში ამ ეტაპზე ჩემი აზრით, როდესაც სრულად არ არის დათვალიერებული, ყოველ შემთხვევაში არ ჩანს ფოტოების მიხედვით, არ არის დათვალიერებული ყველა სათავსი, ყველა ეკუტერი, არ არის გამორიცხული ყველა ადგილი, ჯერჯერობით მტკიცებით ფორმაში ძნელია. ლოგიკური ვარაუდით, ხო, ესეთი რაღაცა საფუძვლიანი ვარაუდი, კი,
შეიძლება იარსება. ესე იგი მათი არგუმენტი არის, როგორც მე წავიკითხე და მოვისმინე, ეს არის მასშტაბი სამარხის, მისი მდებარეობა სიახლოვე საკურთხეველთან და საგანგებო ყურადღება, რაც მშენებლებმა დაუთმეს ამ სამარხის ამოყვანას თაღით ყოფილა გადახურული. ხო, მაგრამ ხო, თქვენ თქვის არ იყოს, თუ ახლა რეალური მტკიცებულებები არ არის, გადაჭრით რაიმეს თქვა ძნელია. რა იქნა ძვლები, ხომ? თუ ეს ინფორმაცია სწორია, რომ იქ არაფერი არ აღმოჩნდა, საერთოდ არაფერი არ აღმოჩნდა, ესეც ცოტა საეჭვოა. ცარიელი სამარხი არ იქნებოდა ძველი. ხო, როგორ აი ძვლების როგორ საერთოდ არც ერთი ნაწილი, არც ერთი ფრაგმენტი, როგორ ასე პირწმინდად ვინ ამოასუფთავა, ესეც ცოტა მეეჭვება რა, რაღაცა ძვლების რაღაცა ნაწილი მაინც არ აღმოჩენილიყო, მაგრამ თქვა დაუშვათ, რომ მართლაც პირწმინდად არის მოსუფთავებული. მე მრჩება ორი ვარაუდი, რომ შესაძლოა აშოტი როგორც მოწამე და როგორც გამორჩეული და დინასტიის დამაარსებელი და მის საფლავი, როდესაც თქვათ შეიქმნა რაღაცა საფრთხე, შეიქმნა ამ ციხესიმაგრეს, ხო, მაინც თავდაცვითი პუნქტია, ხო? შეიძლება იზრუნეს და გადაასვენეს სადმე რომელიმე ეკლესია მონასტერში უფრო დაცულ ადგილას. თუმცა ამაზე წერილობითი წყაროები არ აქვს, მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ. ხო, და თანაც გარდა ამისა ასეთი პრეცედენტებიც არ მახსენდება მე ჩვენი ისტორიიდან, რომ მეფის ადგილი ერთი საძვალე ითვლებოდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო რა, რომ განისაზღვრებოდა, რომ აქ არის დაკრძალული, ასე არ დაატარებდნენ ამ ძვლებს აკეთიკით. ხო, ეს თანამედროვე ჩვენი აღქმა არის, რომ გადაასვენე, გადმოასვენე და მაშინ ეს საუკუნო განსასვენებელი ასეთიც იყო, ხო? ხო და ასეთ პრეცედენტები არ მახსენდება, შესაბამისად მეეჭვება ესე გადაესვენებინა. თუ გადაასვენეს, როგორ კვალი, როგორ არ არის რაღაცა ინფორმაცია, როგორ გაქრა, ყველაფერი ხო არა, არც ტრადიცია, არც წერილობითი ცნობა. ხო, ეს ერთი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, რომ ჩემი აზრით აქ ეს ხომ მოქმედი ციხესიმაგრე იყო ბოლო თანამედროვე პერიოდამდე. მე-16 საუკუნის შუა პერიოდში აიღეს ოსმალებმა დაეცა არტანუჯი და ამის შემდეგ მთელი მე-19 საუკუნის 70-იან წლებამდე ფლობენ თურქები და ოსმალური ამ რეგიონის ერთ-ერთი მძლავრი ცენტრია სამხედრო თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, აქ იდგებოდა მუდმივად თურქული გარნიზონი, შესაბამისად ეს ადგილი ძალიან ბევრჯერ იქნებოდა გაძარცული, გადათხრილი და შეიძლება განადგურდა და განადგურებული. ხო, შეიძლება ეს არის აი აქ ხანგრძლივად გარნიზონის დგომის შედეგი. ვიღაცამ განზრახ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ განადგურდა შეიძლება განზრახ გამიზნულად ვიღაცამ ჩათვალა, რომ რა საჭირო აქვს რაღაცა ქრისტიანული სამარხი და ძვლები და შეიძლება განზრახ ასე ვთქვათ კვალი. თუმცა ხო კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დეტალური დათვალიერების შედეგად აქვს ეჭვი, რომ შეიძლება რაღაცა ფრაგმენტები აღმოჩენილიყო. მიკვლევადი იყოს. კი ბატონო. იცით რა, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია თურქულ სამეცნიერო გამოცემებშიც ვრცელდება და ინტერნეტ პლატფორმებზეც და ქართული საინფორმაციო წყაროებიც სწორედ ამ ინფორმაციებს ეყრდნობიან და აკეთებენ, რა თქმა უნდა, თარგმანს. სადაც ჩემთვის უჩვეულოდ გამოჩნდა, რომ არტანუჯის ციხე ქართულ თარგმანში არაერთი საინფორმაციო წყარო თარგმნის გევჰერნიკის სახელწოდებით. შეგიძლიათ რომ აგვიხსნათ რას გულისხმობს ეს სახელწოდება? როდესაც ოსმალებმა აიღეს არტანუჯი, მას უწოდეს ადაქალე, ქალე არის ციხე, ანუ ციხე კუნძული. მართლაც რაღაცა ისე გოროზად ამომართული, უზარმაზარ კლდეზე დაშენებული ციხე გახლავთ და ნუ კუნძულის შთაბეჭდილებას ტოვებს მართლაც და ციხე კუნძული ასე ვთქვათ უწოდეს და გვიან საუკუნეებში საკუთრივ ციხე ეს პუნქტს და ციხეს და გვიან საუკუნეებში გაჩნდა თურქულ ტრადიციაში ეს ციხის სახელწოდებად გევჰერნიკი რომლის ეტიმოლოგია ჩემთვის უცნობია, სიმართლე გითხრათ, ადგილობრივ ქართულ ნიადაგზე ეს არ აიხსნება, უნდა შესაძლოა იყოს როგორც თურქული წარმოშობის ტოპონიმი, ისე სომხური მოსახლეობაც იყო, ქალაქი იყო და ქალაქში მოგეხსენებათ, ქალაქებში სომხები
აქტიურ საქმიანობას ეწეოდა და ეს ტოპონიმი ამ ტოპონიმს რატომღაც უპირატესობას ანიჭებენ დღევანდელი თურქი მკვლევრები და ისინი ამ ციხეს სამეცნიერო პუბლიკაციებისას უფრო აი ესე მოიხსენიებენ ხოლმე. Რა თქმა უნდა, ჩვენთვის ჩვენი ტრადიცია, ჩვენი ენობრივი და საისტორიო ტრადიციისთვის ეს არტანუჯია და ვთხოვდი თქვენს კოლეგებს ვთხოვდი და ინფორმაციის გავრცელებისას იხმარონ უფრო მართებული და სწორი ფორმა არტანუჯის ციხე. ძალიან ბევრი შევიდა შეცდომაში სხვათა შორის, აი გევერნიკში რატო აღმოჩნდა და არა, ეს იგივე არტანუჯია. თუმცა მაინც შეიძლება ვთქვათ და ვიფიქროთ, რომ არანაირი ფრაგმენტი, რაიმე ნივთის, რაიმე ჭურჭლის, რაიმე მსგავსის ამ სამარხში არ აღმოჩენილა საერთოდ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის იყო სრულად ცარიელი და იქ არაფერი ნიშნეული არ აღმოჩნდა. სხვათა შორის აი ძვლებზე ვიტყოდი კიდე უმნიშვნელოვანესი იქნებოდა მიკვლევა, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ძველ ქართველ მეფე-მთავართა ნიმუშები იმისათვის რომ გენეტიკურ დღეს უკვე როგორი მნიშვნელოვანია გენეტიკური კვლევები და რამხელა ინფორმაცია შეიძლება მოგცეს ჩვენ გვაქვს ძირითადად გვიანდელი მეფეების გვიან შუა საუკუნეების ქართველ მეფეების სამარხები მიკვლეული და იმათი დნმ ანალიზით და თანამედროვე დღევანდელი ბაგრატიონების ასე ვთქვათ დღეს ჩვენს გვერდით ცხოვრები ბაგრატიონების დნმ ანალიზებით შეიძლება რაღაცა ხელმძღვანელობა ხო მაგრამ ძველი მეფე-მთავრები არც ერთი სამარხის შესწავლილი და გახსნილი არ არის. არა და გვაქვს ცნობები, გელათში არის უამრავი ქართველი მეფე და კრძალული არის მარტვილში, ძველ ჭყონდიდში არის ალავერტში ალავერტში ცოტა გვიანდელები არის სვეტიცხოველში, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი ქართველი მეფის საფლავი გახსნილი შესწავლილი ძველი პერიოდის შესაძლებელია ეგ რომ მოხდეს დავუშვათ. როგორ არა ვიცით წყაროებით აი მაგალითად გელათის არქეოლოგიური შესწავლა მოგცემდა უზარმაზარ შედეგებს, იმიტომ რომ იქ არის უამრავი ერთიანი საქართველოს თითქმის ყველა მეფე დაწყებული დავით აღმაშენებლიდან საქართველოს დაშლამდე თითქმის სრულად იქ არიან დაკრძალულები და შეიძლება იდენტიფიცირება რომელი სამარხი კონკრეტულად რომელი მეფის არის ცოტა გაჭირდეს, მაგრამ გენეტიკური კვლევები მათ შორის ნათესაობას ის დადგენაში უთხოვარი წყარო იქნებოდა და ძალიან კარგად შეიძლება დალაგებული იყოს უმნიშვნელოვანეს შედეგებს მოგცემდა, მაგრამ ხო თან გარდა ამისა მნიშვნელოვანია ის რომ აი ეს სამეცნიერო ლიტერატურაში ეს სადაო საკითხია დღემდე. დღევანდელი ბაგრატიონები მამაკაცური ხაზით არიან დავით სოსლანის შთამომავლები. ხო? დავით სოსლანი არის საისტორიო ტრადიცია, რომ ბაგრატოვანთა განშტოების წარმომადგენელი იყო. არის სხვა მოსაზრებაც, რომ არ იყო ბაგრატოვანთა განშტოების. ანუ ჩვენ თამარამდელი ქართველ ნებისმიერი ბაგრატოვანი მმართველის ნეშტის აღმოჩენა მოგცემს უზარმაზარ ინფორმაციას პირდაპირ ამ საკითხს ან ასე გადაჭრის, ან ისე ან დაადასტურებს რომ ბაგრატოვანი ყოფილა მართლაც, იმიტომ რომ დადარდება თანამედროვე ბაგრატიონთა დნმ მონაცემთან, ან პირიქით უარყოფს. შესაძლებელია ყოველ შემთხვევაში თქვათ რომ აღმოჩენილიყო რაიმე ფრაგმენტი ამ კურაპალატის აი ნეშტის მოძებნის დროს ის რაღაც ფრაგმენტი აი დნმ-ით შესაძლებელია თუ მისი დნმ მონაცემი პირდაპირ დაემთხვეოდა დღევანდელი ბაგრატიონების დნმ მონაცემს, τότε შეიძლება აბსოლუტურად პირდაპირ დადასტურდებოდა რომ ეს არის უწყვეტი ხაზი თავის დავით სოსლანის ჩათვლით. ხო და ჩვენ ის თუ მართლა სამარხია და მართლა საფლავია აშოტ მეფისა. რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი სიახლეა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ერთხელ მაინც ნამყოფია ტაო-კლარჯეთში სამოგზაუროდ, ან შეიძლება აპირებს ახლო წასვლას, მაგრამ თქვენთან საუბარი მე მინდოდა, იმიტომ რომ თქვენ წლების განმავლობაში თქვენს თანამოაზრეებთან ერთად დადიხართ ექსპედიციებში და ათვალიერებთ ტაო-კლარჯეთს. ჩვენ გვახსოვს როგორ შეცვალა წყალსაცაობაც, ხო? რაღაცა ქართული ხუროთმოძღული ძეგლის ისტორია და კვალიც და ესეც პირველად თქვენგან გავიგეთ და თუ შეიძლება რომ გითხრათ ჩვენი საუბრის მიწურულს, აი ბოლო თქვენი ექსპედიცია, რომელიც ზაფხულში გაიმართა, ვთქვათ, რას ისახავდა მიზნად და რას აკვირდებით, ეხლა რა არის თქვენთვის საინტერესო ტაო-კლარჯეთში?
ხო ხშირად მეკითხებიან ხოლმე მე ჯერ პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ყველა ვარიანტში როგორც არ უნდა ვივარაუდოთ ყველა ვარიანტში არის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა და მნიშვნელოვანი საერთოდ ფაქტია მნიშვნელოვანი რომ არქეოლოგიური თვალსაზრისით ხდება იწყება ამ რეგიონის შესწავლა და აგერ ფაქტის სახეზეა რომ ბევრ ახალ ინფორმაციას გვაძლევს ამ ინფორმაციას როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებთ ეგ სხვა საკითხია მაგრამ ბევრი სიახლე გამოვლინდა რაღაცები გამოირიცხა რაღაცები ახალი ვარაუდები გაჩნდა ანუ ყველა ვარიანტში ეს ძალიან სასარგებლო საქმეა და მადლობა ჩვენს თურქ კოლეგებს ამ თვალსაზრისით მე ვისურვებდი რომ ქართული სპეციალისტები უფრო მჭიდროდ იყვნენ არქეოლოგები მათ შორის და შესაბამისი უწყებები უფრო მჭიდროდ იყვნენ ამ საკითხებში ჩართულები რაც შეეხება ჩვენს ექსპედიციას ეს არის რაღაც თანამშრომლობის კვეთები მაგალითად უფრო მჭიდრო თანამშრომლობა შეიძლება ელემენტარულად ინფორმაციის გაცვლა შეიძლება თუ თანამონაწილეობა არა დამკვირვებლად მონაწილეობა ხომ მაინც შეიძლება აბსოლუტურად გახსნილი არიან ურთიერთობების თვალსაზრისით ამის დასტურია ჩვენი ურთიერთობაც მათ შორის. ხო, რაც შეეხება ჩვენს ექსპედიციებს, ჩვენ კერძო ინიციატივები გვაქვს, ასე ვთქვათ, არც ერთი ინსტიტუციის ფარგლებში ეს არ ხდება, ესე ჩვენ კოლეგები დავდივართ და მეცინება ხოლმე, როდესაც გვეკითხებიან, რომ აი ამდენჯერ რა გინდათ, რაღა დარჩა და რაღა რეგიონი არის ძალიან დიდი, ძეგლების რაოდენობა არის ასეულობით მნიშვნელოვანი ძეგლი და სულ ყოველთვის ჩდება რაღაცა ახალი. სულ ყოველთვის რაღაცა შემთხვევით, რაღაცა კვლევაძიების და დაკვირვების შედეგად მე თითქმის არ მქონია არც ერთი ექსპედიცია, ექსკურსიაც კი, ექსკურსია უბრალოდ ჩასული დასათვალიერებლად ვთქვათ. ჩემს მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად, სადაც არ გამოვლენილიყო რამე ახალი და საინტერესო დეტალი. და ყოველთვის აი ამ სიახლეებს ჭირდება დაკვირვება, ჩასვლა, გადაღება, შემდეგ პუბლიკაცია. აი ასეთი არაერთი საინტერესო სიახლე ჩდება როგორც ახალი ისტორიული ძეგლები, მანამდე უცნობი. ჩდება ასევე საინტერესო არტეფაქტები ამ ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებული ამა თუ იმ ფორმით. ან უკვე ნაცნობ ძეგლებზე შეიძლება ისეთი ახალი დეტალი და ნიუანსი შეამჩნია, რომელიც მანამდე მილიონჯერ ნანახი შენ თუ სხვის მიერ, მაგრამ მანამდე შეიძლება არ კონდეს შემჩნეული. კარგია, რომ თქვენ მაინც გაქვთ კონტაქტი ამ არქეოლოგთან, როგორც თქვენთან საუბრის დროს გავიგეთ არაერთხელ შეხვედრი ხართ კიდეც და მე ვიმედოვნებ, რომ იქნებ რაღაცა მტკიცებულებას. მე მაინც მივაგნოთ ხო, მაგრამ ყოველთვის მიტრიალებს სახელმწიფო გადაცემის განმავლობაში, როცა ვესაუბრებით ესეთ მნიშვნელოვან ადამიანს ამ შემთხვევაში, რომ ვიკითხოს სურელური კითხვა დავსვარო დღეს, როცა 21 საუკუნე ამხელა ტექნიკის სამყაროა ყველაფერი განვითარებულია რა ვერ მოიფიქრეს რაღაც თამარმეების საფლავიც რომ მიგვაგნებიოს რაღაც გარკვეულმა აპარატმა არ ვიცი ხო იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეფეების ან მიკარგული საფლავების აღმოჩენა და ჩვენი ისტორიის ესე ვთქვათ წინა პლანზე რა თქმა უნდა და ყველასთვის გასაგებად დადება მე ესე ვფიქრობ. მაინტერესებს რა თქმა უნდა. გვეხუმრებიან ხოლმე ისტორიკოსებს, რომ აი სულ ვარაუდებში ხართო და ახლაც ესე გამოგვივიდა რა შეიძლება იყოს აშოტის საფლავე შეიძლება არ იყოს. გასაგებია ძალიან დიდი მადლობა. ვისურვოთ რომ იყოს, ვისურვოთ რომ აღმოჩინონ მასალაც, ძალიან საინტერესო იყო, ანუ მე მგონია ჩვენი მაყურებელი მიხვდა რომ მე დღეს ეს საკითხი და ეს თემა დავსვი სწორედ ამ რაკურსით, რომ რა მოხდებოდა, რომ რაღაც მასალაც არსებობდეს და ბუბამ გადასარევად აგვიხსნა, მე მგონი თუ ასეთის არსებობის შემთხვევაში რამხელა ინფორმაცია გამოვლინდებოდა კიდე დამატებით უკვე დინასტიის შემდგომ წარმომავლებზე. ბაგრატიონთა დინასტიას უგულისხმობ. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის ბუბა და ხო პროდიუსერი მეკითხება თემურ ქათამაძეზე ხო არ იცისო რა მე ახალიო მედროშეზე ბათუმელ მედროშეზე რომელიც თურქეთში რა ბედი ეწვია საერთოდ არის აგრძელებს ბრძოლას შრომას მოვაწეობას და მადლობა ღმერთს არის უსაფრთხოდ განსხვავებით ხო მედროშე ბათუმელი კიდევ ერთი მედროშისგან რა თქმა უნდა ხნეობას უსურვებ ყველას ძალიან რთულ დროში
გვიწევს საუბარი ხანდახან სხვა თემებზეც, იმიტომ რომ არ გვინდა შევეგოთ იმ რეჟიმს, რასაც გვთავაზობს სისტემა. რომ ვერაფერს ვერ ვხედავდეთ, არ გქონდეს კონტაქტი მეზობლებთან, არ გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, არ ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი მტერი და მოყვარე. აი ამას ვარ ვეპუებით, ამიტომ ამ დროს TV პირველზე ყოველთვის მოვძებნით თქვენთვის საინტერესო სხვა თემებსაც. ბუბა კუდავას, ისტორიკოსს, რომელიც სტაოკლარჯეთის მხარეს იკვლევს თავის თანამოაზრეებთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად. ეს არის ხო ესეთი სამოყვარულო ჯგუფი, მაგრამ პრინციპში არ უშვებენ თავარ სეზონს ხელიდან არასდროს რომ ჩავიდნენ და ნახონ ეძიონ მეტი საქართველოს ისტორიიდან. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის.